მე ვარ სურსათის უვნებლობის სფეროს წარმომადგენელი და დღეს უერთდები ფერმერების პროტესტს. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები და ჩვენ არ ვაღიარებთ ახლანდელ რუსულ ხელისუფლებას. შევიკრიბეთ ფერმერები, რომ ჩვენი პროტესტიც გამოვთქვათ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის მიმართ. ვინაიდან შეუძლებელი არის სოფლის მეურნეობა განვითარდეს ისეთ რეჟიმში, როდესაც ევროპისკენ გზა გვაქვს სრულიად ჩახშობილი. ეს აფერხებს ძალიან, მით უმეტეს მე ბიომეურნეობის წარმომადგენელი ვარ და განსაკუთრებით ბიომეურნეობა შეუძლებელი არის ისეთ ქვეყანაში, რომელშიც პროგრესს არ აფასებენ. ევროკავშირის გრანტები ჩვენთვის ძალიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და აქედან გამომდინარე ჩვენ არ ვეთანხმებით იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მთავრობა მიიღო და შესაბამისად ვაპროტესტებთ და ვცდილობთ, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ მათ და ვუთხრათ, რომ არ შეიძლება ასე. ფერმერები ჩვენი მთავარი სათქმელი არის, რომ თავისუფლება იმ პოლიტპატიმრებს, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც უკანონოდ არიან დაჭერილები, გაანთავისუფლონ და ჩვენი სათქმელია დანიშნონ ახალი არჩევნები, რომელიც იქნება სამართლიანად ჩატარებული. ეს პერფორმანსი გვაქვს ერთგვარი, თუ ფერმერები როგორ ვებრძვით მავნებლებს, რეალურად მთავრობაში მავნებლები ყავს ძალიან ბევრი და ერთგვარი პერფორმანსია ეს, რომ ვებრძოლოთ ამ მავნებლებს. ჩვენ დღეს კონკრეტულად აქ შევიკრიბეთ აფხაზეთიდან დევნილები. შევიკრიბეთ იმ შენობასთან, სადაც ჩაბუდებულია აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, რომელმაც არც ისე დიდი ხნის წინ ჩატარებულ არალეგიტიმურ არჩევნებში, პარლამენტის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და სადღაც 26 ხმით გაუმაგრა ზურგი ქართული ოცნების არალეგიტიმურ ქმედებებს. დევნილები ამას ვაპროტესტებთ. სურვილი ეგ არის, რომ დაწყნარდეს ქვეყანა, დაამშვიდდეს. ეს მთავრობა, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში მიხვდეს ეს მთავრობა, რომ ძალიან ცუდად იქცევიან. რუსეთი ჩვენ არ გვინდა, რუსეთის ჩექმის გემო ძალიან კარგად ვიცით აფხაზეთიდან ჩამოსულმა ადამიანებმა და ამიტომ გვინდა, რომ ევროპასთან ვიყოთ. იქაური იქ მე ვარ ევროპაში ნამყოფი, შვეიცარიაში, საფრანგეთში, ლიხტენშტაინიც მაქვს ნანახი და ვიცი იქაური მოხუცები როგორ ცხოვრობენ. მეც მინდა აქაურ მოხუცებს ჰქონდეთ ისეთი მშვიდი, წყნარი, გემრიელი ცხოვრება, როგორც იმათ აქვს. დღეს ჩვენ გამოვედით იმის გამო, რომ აი ამ პოლიტიკურმა გვამებმა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ლეგიტიმაცია მისცეს ისეთივე პოლიტიკურ გვამს, როგორც არის ყაველაშვილი. და პრაქტიკულად ხელი მოუწერეს ქართულ ოცნებას ხელისუფლების უზურპაციაზე. შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ ამ მდგომარეობას შევეგუოთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენ ძალაშია იმისათვის, რომ პირველ რიგში აი ამ მანკიერი სისტემის დემონტაჟი მოვახდინოთ და გავათავისუფლოთ აფხაზეთის ხელისუფლების ეს შტო მაინც აი ამ უზურპატორებისგან და მივაღწიოთ იმას, რომ დემოკრატიული პროცესები წავიდეს როგორც აფხაზეთის ხელისუფლებაში, ისე ზოგადად საქართველოს მასშტაბით მთლიანად.